კომისიას არ აქვს არანაირი უცხოთ ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა. არადა ეს ფასების კომისია, როცა იქმნებოდა, ჯადოსნური ჯოხის ქონას იჩემებდა. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. ფასების კომისია დადებს თავის დასკვნას და შესაბამისად იქნება ჩვენი მხრიდან რეკომენდაციები გაცემული. არც ამაზე მეტი და არც ამაზე ნაკლები ფასების კომისიას არ მოეთხოვებოდა, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. როგორც იქნა გაირკვა, რომ ფასების კომისია მხოლოდ დროის გასაყვანი და პროპაგანდის საწვავით მომარაგების ტრიუკი იყო და რეალურად არანაირი შედეგის მომტანი არ ყოფილა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ კომისია ვერაფერს გააიაფებდა და მართლაც ამ კომისიის შექმნის შემდეგ ქვეყანაში ყველაფერი გაწვირდა. თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად გეგმას. ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისში. დასკვნა და გეგმა იქნება, არც აქამდე გვაკლდა გეგმები და დაპირებები. ხან 10 წლიანი გეგმა იყო, ხან მესამე წელი უნდა ყოფილიყო უკეთესი, ხანაც თითო სოფელს 5 მილიონი უნდა შეხვედროდა. მაგრამ აგერ უკვე მე-14 მაისი დადგება, რაც ქართული ოცნება ამ ქვეყანას მართავს და რიგითი ქართველის მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ უარესდება. მე-4 წელიწად იქნება ძალიან კარგი. მე-4 არ ვიცი, მაგრამ მე-13 შემიძლია გითხრათ როგორი იყო. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. ანუ ჯამში 8614 ბავშვი გავიდა სკოლიდან. ამავე კვლევის მიხედვით ყველაზე დიდი წილი ემიგრაციაზე მოდის. 3669 ბავშვი საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად წავიდა. კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელიც ქოცისთვის შეიძლება მხოლოდ რიცხვებია, თუმცა რეალურად ტრაგედიაა. საქართველოში თითქმის 380,000 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში ირიცხება და ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით 23,000-ზე მეტი ბავშვით არის გაზრდილი. კომისიას არ აქვს არანაირი უცხოთ ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა. სამაგიეროდ ქოცის ჯადოქრობით ამ მშიერ ბავშვებს მომავალი წლიდან სკოლაში ფორმები ეცმევათ. საკვების ნაცვლად ოცნება მათ ერთნაირ ქვედაბოლოებსა და პიჯაკებს დაურიგებს. დანარჩენებმა კი, ვინც ბოლომდე შიმშილის ზღვარზე არ არიან, ეს ფორმები თავად უნდა უყიდონ შვილებს და ამ ფორმის ფულიც ბავშვების კვებას უნდა მოაკლონ. მივეცი ხმარო ადამიანები მშიერ ბავშვებზე უფრო დიდი ტრაგედიაც არსებობს ამ ქვეყანაში. სასიკვდილოდ განწერული მცირეწლოვნების მშობლები საკუთარი შვილების გადარჩენას უკვე მერამდენე კვირაა ითხოვენ, თუმცა ამის ფული ვერ გამოიძებნა. წამალი ძვირია. აი თუ დაინახავთ მათ ურთიერთობაში საუბარი იმაზე, რა თანხები უნდა გამოიყოს, არ გამოიყოს, გვაქვს, არ გვაქვს და რაღაც განრიდება ხდება და პრობლემის მიმართ თვალის დახუჭვა ხდება ხელისუფლების, ხელისუფალის მხრიდან ამ შემთხვევაში და დააკვირდით იმავე პერიოდში, როდესაც ამ თანხების არ ქონაზე და გამოყოფის დეფიციტზე იყო საუბარი, იმავე პერიოდში 112 მილიონი თუ ზუსტად მახსოვს ციფრი არ შეიძლება 110 მილიონის ფარგლებში ყოველ შემთხვევაში სპეციალური ანგარიშებიდან საქართველოს მთავრობამ შემოსავლების სამსახურიდან ამოიღო ფული, ანუ ის მოსაკრებლები რაც გროვდება, შესაბამისად რაც სახელმწიფო ცენტრალურ ბიუჯეტში პირდაპირ შემოსავლის სახით ასახული არ არის და ეს თანხები არის ჯარიმებისა და იმ ტარიფების, ანუ ღირებულებების ზრდის შედეგი, რომელიც იმათ ანუ უწყებრივ ანგარიშზეა. თუ კი ამ რეზერვებს გადახედავს სახელმწიფო და ამ ციფრობრივ მაჩვენებელში ვართ, რომელზეც ეკონომიკა, ასე ვთქვათ, უნდა გუგუნებდეს წესით, ხო, ამ ციფრების ნაწილში, ამ შემთხვევაში ეს მსგავსი პრობლემები სოციალური და იგივე აი დიუშენზე რაც გულისხმობით ვამბობ, ამ შემთხვევაში თავისთავად ცხადია არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა. ეკონომიკა კი გუგუნებს და კორუფცია კი ყვავის, მაგრამ ბავშვების გადასარჩენი ფული არ არის. სამაგიეროდ არის ჩინოვნიკების ფუფუნების ფული. სახელმწიფო ავტოპარკის ჯამური ღირებულება 815 მილიონ ლარზე მეტია. აქედან ჩინოვნიკების მომსახურებაზე მოდის თითქმის 6 მილიონის ღირებულების მანქანები. დანარჩენი 2 მილიონზე ცოტა მეტი ოპერატიული სპეცტექნიკა და ავტობუსებია. ნეტა ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან ამოღებული მილიონებით და ოქროს ზოდებით რამდენი ბავშვის მკურნალობა იქნებოდა შესაძლებელი და რეალურად რამდენიც წაიღეს სახლში იმ მილიონებით, ახლა ამ მომენტში რამდენსაც იპარავენ იმით, შეგახსენებთ, რომ სუსის ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული საერთო ჯამში 7 მილიონზე ცოტა მეტი ამერიკული დოლარისა და 136,000 ლარის ოდენობით. 198
ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები. თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული 1.300.000 ლარიანი ზიანის გამო ციხეშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი. გამოძიებით დადასტურდა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ დაახლოებით 8.400.000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. გამოძიებით გაირკვა, რომ გაფლანგულია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ ლარზე მეტი. გაირკვა, რომ სამტრედია გრიგოლეთის ხიდიც ფულის მითვისების გამო ჩანგრეულა. და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ასეთი, მაგრამ მთავარია ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მთავარია რიცხვებში ყველაფერი დიდებულად გამოიყურება. რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს ხალხი და რას გრძნობს საკუთარ ჯიბეზე. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესსა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. რაკმედით ნაბიჯებზეა ლაპარაკი, ანგრევს ქვეყანას და ანგრევს თითოეულ მოქალაქეს. აი ესაა ჩვენი რეალობა. სამწუხაროდ, მაგრამ ამათ დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ. დგამს ან გადადგამს ნაბიჯებს რაიმე იმისთვის, რომ იმისთვის, რომ ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს უკეთესობას. აი მიტერა შევიტერი შეგა. გაქვთ თუ არა იმედი, რომ დაიგებს? რაც მე იმატებს, ფასი მე არაფერი არ იგებს. მატულობს ფასი და კლებით არაფერი არ იგებს. თუ არა თქვენი აზრით ხელისუფლება რაიმე ნაბიჯებს იმისთვის, რომ სასიკეთოდ შეიცვალოს ჩვენი ეკონომიკა. დამიჯერებ საერთოდ არ ვარ ინფორმირებული, იმიტომ რომ იმდენად პოლიტიკაში ვერ ვარკვევი, რომ ჩემი საქმით ვარ დაკავებული. პროდუქტის ფასებზე მაინც თუ შეგიძლიათ? აი პროდუქტის ფასები კი ძალიან გვაწუხებს, მე მგონი ყველა მოქალაქეს ესე გაიზარდა ძალიან. და არ რეალური ფასებია, ჩემი აზრით. თქვენი აზრით ხელისუფლება აკეთებს თუ არა რაიმეს იმისთვის, რომ სასიკეთოდ შეიცვალოს მოქალაქეების? არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება. სასიკეთოდ რომ შეიცვალოს მე ვერ ხედავ. ყველა თავისთვის ფიქრობს. ხალხისთვის შვილო არავინ არ პენსია 495 ლარი ყოფნის ადამიანს პარლამენტში როდის იმას 15,000 არ ყოფილი. შექმნის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ხედავთ, პირიქით უფრო გაზრდილია ფასები. იცით რა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. დიახ, კმაყოფილების მიზეზი რომ გითხრათ უბრალოდ? კარგი შვილო, დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან. ახლა ჯერ ერთი რომ მუშაობ კმაყოფილი ვარ, 78 წლით ვარ მუშაობ და კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა. ჩემი ტოლები აღარ მუშაობენ. სამსახურები არ არის ნორმალური, რომ ხალხმა ნორმალურად იმუშაოს. ამდენი სოციალურად დაუცველი არ უნდა იყოს. ნებისმიერი მიმართულებით პოლიტიკა არის ხალხის საწინააღმდეგო, საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგო. ამას ხვდება ნებისმიერი საკუთარ ტყავზე და მე არ ვიცი ასეთი უტიფრობას არ მოუსწრებია. არ მოუსწრებია, მგონია რომ ვიცხოვრე, მგონია რომ რაღაც გავაკეთე, მაგრამ ამ მდგომარეობაში თუ ოდესმე საქართველოს ჩავარდებოდა, წარმოუდგენელი იყო ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის. მე ისე შედაბეჭდილება მჩევა, რომ ნებისმიერი მათგანი იღვიძებს იმ ფიქრით, რომ აი დღეს რა დამჭა გაუპუჭებელი. ესე სადისტების გროვა, ხროვა და მიიღებენ ყველა პასუხს. ყველაზე მეტად ეკონომიკურ პროპაგანდაში გაუჭირდა კოდს, რადგან რიცხვებში შეფუთულ გამოგონილ კეთილდღეობას რეალური სიდუხჭირე ფარავს. ქართულად ესე არის ნათქვამი, რომ ფიცინ წამს ბოლო მაკვირვებს, ხო? აი მიახლოებით ესე არის. ანუ თქვათ მსგავსი ურთიერთობებისთვის წარმოუდგენელიც არის, ხო? იმიტომ რომ ის, რასაც სტატისტიკა დებს ციფრებში, რეალურად თითოეულ მოქალაქეზე და თითოეულ ადამიანზე ასახული არ არის და ამას ვერ ვხედავთ. საიდან მოდის ეს, ხო? ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არის ისეთი გეოგრაფიული არეალის პატრონი და დედამიწის ზურგზე, ასე ვთქვათ, ისეთ ნაწილზე არის და ვართ
განთავსებულები, რომ დიდი ინტერესი არის ჩვენი როგორც ასე ვთქვათ ეკონომიკურ ურთიერთობებში შუა კორიდორი, ესეთი ვართ წარმოდგენილები და აქვე ემატება სამწუხაროდ აი ბოლო 15-20 წლის, ბოლო 15 წლის განმავლობაში განსაკუთრებული სიჭარბით ემატება ფულადი გზავნილები, რაც სამწუხაროდ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ის დასაქმებული პოტენციალი, რომელიც შრომის უნარიანი ადამიანები არიან, ანუ რეალურ საშუალო ფენას წარმოადგენენ, არ იმყოფებიან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მათი არ ყოფნა სამწუხაროდ აი ქილიკით არ ვიცი, მაგრამ ტიგულში ტირილით სათქმელი ის არის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი არ არის შრომის უნარიანი საქართველოში, მით უფრო მეტი შემოსავალი არის რეალურად ქვეყნის ერთიან შემოსავალში. ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები კი თვიდან თვემდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი შრომის უნარიანი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2026 წლის მარტში საქართველოს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების სახით 320 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ 3.6 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოვიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 8.5%-ით, ანუ 284 მილიონი დოლარით მეტია. სწორედ ეს რიცხვებია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ოცნების საამაყო ეკონომიკურ ზრდაში, სადაც მათი ქმედებების წილი რეალურად ნოლის ტოლია და ისევ ქართველ მოქალაქეებზე დგას. თუმცა ამ გადმორიცხული ფულითაც კი ემიგრანტის საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრი სულ უფრო ნაკლებ რამეს ყიდულობს, რადგან ფასები ყველაფერზე შეუქცევადად იზრდება, თუმცა პროპაგანდას მიზეზები არ ელევა. ძალიან გავჯერდით იმ აზრით, რომ აი ომის გამო და რაღაც მიზეზების გამო ვიცით, რომ აი ფასები აბა ხო ეხა ომია და რაღაც. ეს არ არის, ეს არის ტყუილი პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხა სიმულაციური მოქმედებებიდან გამომდინარე თავისი გავლენა რაღაცას აქვს, მაგრამ ჩვენ თუ იმაზე არ ვიფიქრეთ, რომ ადგილობრივი წარმოება გვაქვს, ამიტომ დავაბრუნებ კითხვას, ხო, უფრო თვალსაჩინო რო იყოს. ჩვენ ხო ომს ვაბრალებთ იმას, რომ იქ ვერმიშელი, მაკარონი და ასე შემდეგ გაძვირდა. მოდით ახლა ვთქვათ, რომ ეს გაძვირდა, იმიტომ რომ იქედან შემოგვაქვს. მაგრამ ჩვენ რაც გვაქვს, ის გაძვირდა თუ გაიავთ, ანუ ჩვენ რასაც ვაწარმოებთ. მე მინდა გითხრათ, რომ არც არაფერი არ მოხდა, რატო? იმიტომ რომ არც გვაქვს არაფერი. ანუ კითხვაზე პასუხი იმისა, რომ როგორ უნდა იყოს, პირველი არის, რომ ჩვენ ადგილობრივი წარმოება უნდა წამოვწიოს. წყალი გააძვირა ხელისუფლებამ მელიორაციაში და როგორ შეიძლება თუ კი რამის წარმოებას დავგეგმავთ, ის გაიაფთეს, ხო? და შესაბამისად ორიენტირებული ვართ მხოლოდ იმპორტზე, თითქმის ყველა პროდუქტში თან პირველად მოხმარ სურსათზეა საუბარი, თითქმის ყველა პროდუქტში ორიენტირებული ვართ იმპორტზე და შესაბამისად ადგილობრივი დაცვის მექანიზმებიც არ გაგვაჩნია. ანუ ეს რა არის საბაჟო რეჟიმი, ეს არის დემპინგური მდგომა, ну ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ივანიშვილის მიერ მართული ხელისუფლება ხალხს დიდი ხანია პასუხს ვერაფერზე სცემს, მაგრამ მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ოცნების მავნებლობისა და არაკომპეტენტურობის გარდა მათი სიდუხჭირე, მათ შორის ივანიშვილის მიერ მინისტრებად თუ სხვა რანგის მაღალჩინოსნებად დასმული კორუმპირებული ჩინოვნიკების ბრალია, რომლებმაც გარდა იმისა, რომ ხალხის ფული უბრალოდ სახლში წაიღეს, ქვეყანას შეულახეს რეპუტაცია და დატოვეს ინვესტიციების გარეშე, რაც ცხადია ეკონომიკაზე და შესაბამისად მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახა. ჩვენ თუ ჩავიხედავთ ინვესტიციების მოცულობაში ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად თითქმის ნულამდე არის დასული, მე არ ვამბობ ის მსხვილი ვიღაცას რო ჭირდება და ვთქვათ იქ ფონიჭალის ტერიტორიაზე და სადღაც რო გაგვინადგურებს ბუნებას და რაღაცებს რო დაგვპირდება, ამაზე არ ვამბობ, თავისთავად ცხადია. მე ვამბობ იმ ჩვეულებრივ ერთ ინვესტორზე, რომელიც საშუალო საინვესტიციო კალათით შემოდიოდა ქვეყანაში, გეგმავდა ან წარმოების, ან რაიმე მიმართულების განვითარებას, აი ამ ტიპის ინვესტორები, რომლებსაც შეუძლიათ საშუალო კლასი მოიზიდონ, წარმოებების შექმნა პრაქტიკულად არის განოლებული. ინვესტიციების გარეშე დარჩენილ და გაღარიბებულ ქვეყანაში კოცი გამოსავალს ისევ მოქალაქეებს
მიწებზე წნეხის გაზრდით ცდილობს. უკვე მეორე წელია ქაღალდზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ვერ უზრუნველყოფს ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების სწრაფ ზრდას. მაგალითად 2025 წელს 4%-იანი ინფლაციის პირობებში სახელმწიფომ მხოლოდ 9.5%-ით მეტი გადასახადი აკრიფა ვიდრე 2024 წელს. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით სახელმწიფომ მხოლოდ 4.1%-ით მეტი გადასახადის აკრიფა მოახერხა. ანუ მიმდინარე წელს 3 თვეში სახელმწიფომ რეალურ მაჩვენებლებში უფრო ნაკლები გადასახადი აკრიფა ვიდრე გასული წლის 3 თვეში. შესაბამისად იმისათვის რომ მოქალაქეებისგან და ასევე ბიზნესისგან ბიუჯეტში საკმარისი ფული შევიდეს, რომ შემდეგ აუცილებელი ხარჯები დაიფაროს, ოცნება ზრდის სხვადასხვა ტიპის აქციის, მაგალითად მანქანის გამბაჟებას, აქციის სიგარეტზე და ზრდის ჯარიმებს. 2026 წლის პირველ კვარტალში სანქციების ჯარიმებისა და საურავების მუხლით ნაერთ ბიუჯეტში 139 მილიონი ლარი აკრიფა. მაშინ როცა შარშან ამავე პერიოდში იანვარ-მარტში აიკრიფა მხოლოდ 69 მილიონი ლარი. ანუ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის პარალელურად ზრდის ყველაფრის ფასს რისი გაზრდაც შეუძლია, თუმცა ამას პროპაგანდა არ მოგიყვებათ. პროპაგანდა მხოლოდ იმას გეტყვით, როგორ იდეალურად არის ქვეყანაში ყველაფერი და როგორი სავსეა თქვენი მაცივარი, თუმცა ამ პროპაგანდას საქართველოს მოქალაქე აღარ და ვეღარ ჭამს. როგორ ბედავე, რას ლაპარაკობენ? ეს არის შეურაცხყოფა თითოეული მოქალაქის, რომელზეც ის წარმოდგენა აქვს, რომ ვერ ვაზროვნებთ რა, გავდებილდი, არ გავდებილდით. ყველაფერს ხედავთ, ყველაფერი გვახსოვს და საკადრის პასუხს მიიღებენ.